Დავრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო გადაცემის მომდევნო თემით. საინტერესო თემა არის ესეც ბუნებრივია. საუბრობთ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესახებ, რომელიც 2015 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო. ფესტივალი ორი ეტაპისგან შედგებოდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მოიარეს რეგიონები, პირველი ეტაპი დასრულდა და მეორე ეტაპი იწყება. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრებიან სტუმრები, მე წარვადგენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი ბატონი უჩა დვალიშვილი, ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით ბატონო უჩა. ასევე ცენტრის რეგიონული პროექტების სამსახურის კოორდინატორი გივი აბესაძე. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე მახსოვს, როდესაც იწყებოდა ეს ფესტივალი, ჩვენი ეთერი დაანონსდა სწორედ და ძალიან საინტერესო პროექტები გააჟღერა გიორგი დონაძემ. საინტერესოა წლის განმავლობაში რა შედეგები გვაქვს და შემდეგ უკვე ის სიახლეები, რომელიც იგეგმება მომავალში. პირველ კურს რაც შეეხება ძალიან ნაყოფიერი იყო ეს მთელი შრომა, რომელიც ჩვენ გავწიეთ კულტურის სამინისტროს დახმარებითა და რა თქმა უნდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. ჩვენ მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე, სადაც ჩატარდა ადგილობრივ დონეზე პირველი ტური. და შერჩეულია ის მონაწილეები, რომლებიც დააკმაყოფილეს ჩვენი ფესტივალის დებულების კრიტერიუმები და გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, ანუ მეორე ტურში, სადაც უკვე კონცერტების სახით გაიმართება მეორე შესარჩევი ტური, რის საფუძველზეც შეირჩევა ფინალისტები, რომლებიც უკვე ყველა გადასული ფინალში გახდება ლაურეატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთიურად გაზრდის ამ ანსამბლების სტიმულს, რომ უფრო მეტი ისროლონ. ფესტივალი თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერთან ერთად ასევე წარმოაჩენს თუ რა მდგომარეობაა დღესდღეობით, როგორც ქართულ ფოლკლორში, ასევე სახვით გამოყენებით ხელოვნებაში, ზეპირსიტყვიერებაში და ასევე როგორც ვიცით, ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან მნიშვნელოვან თუნდაც ხელსაქმეს ემსახურებიან ამ ყველაფერში. საკმაოდ წარმომადგენლობითია უნდა ითქვას ფესტივალი, თავისი ჟანრობრივი დატვირთვითაც. ბატონო უჩა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება ფესტივალთან დაკავშირებით, მის მნიშვნელობასთან და ზოგადად როგორი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა ნორმალურია იმ პირობებში, რაც ჩვენ გამოვიარეთ, უკვე დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, მაგრამ ხალხი მაინც არ კარგავს თავის ტრადიციებს და ამ დღესაც არ ინტერესებს ფოლკლორს. მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით ამ შემთხვევაში და ყველა იმ ადამიანს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა, ვინც ამხორციელებს აი თქვენ ჩვენი გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ კულტურის სამინისტრო და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მისი მთელი აპარატი ჩართულია ბატონი გიორგის ხელმძღვანელობის ნებისმიერი გოლი ჩვენი და აი როგორც ბატონმა გივიმ ბრძანა მოვიარეთ მთელი საქართველო და ამით ჩვენ გავაადვილეთ პირველი ტური, რომ ადგილზე ფაქტობრივად ვეწვიეთ იმ ანსამბლებს, რომ აქეთ არ მოვწიათ შანსს. დიახ. და ადგილზე ვნახეთ ჩვენ ყველა შედეგები, რაც იყო, მოვისმინეთ. ჩვენ არა მარტო მუსიკა, ქორეოგრაფია, გამოყენებითი ხელოვნება, ზეპირსიტყვიერება და სხვადასხვა დარგი, რაც ფოლკლორს შეეხება, ყველა სპეციალისტები ადგილზე მუშაობით და მინდა განსხვავება, ახლა ვთქვა, ვიდრე დაიწყება და უშუალოდ მეორე ტური, რომ მეორე ტურისგან განსხვავებით, აი პირველ ტურში ჩვენ მაგალითად აი დახურულ სიუცეში დარბაზებში, სადაც ამას ვხედავთ ჩვენ და ვამოწმებით ამ ანსამბლებს, ეს სიმღერა იყო, ცეკვა იყო, მაყურებლის გარეშე იყო და აი ამ ხელმძღვანელებს ფაქტობრივად ჩვენ რჩევებს ვაძლევდით, ჩვენი სპეციალისტები აძლევდა რჩევებს და პირდაპირ ვანიშნებდით მას მის დადებით და აღნიშნავდით მის დადებით და ვაყოფით მხარეებს და ურჩევდით, თუ აი სამომავლოდ ეს გავასწოროთ. შემდეგ, როდესაც ჩვენ ჩამოვედით, უკვე გავიაზრეთ ეს ყველაფერი და შევარჩიეთ მეორე ტურისთვის ეს საკონცერტო ნომრებით, შეიძლება თუ ასე ითქვას. სულ რამდენი არის რაოდენობა, რო გითხრათ, თუ შეიძლება მეორე ტურში გადასულიყო? ყველა მიმართულებაში მონაწილეობა და 1000-მდე განაცხადი შემოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარზე მეტი გადასულია მეორე ტურში. ეს ყველა ჟიურის წევრების შესახებაც რამდენიმე სიტყვით შეიძლება. დიახ, აი ბატონი ერთ-ერთი ჟიურის წევრი. ნუ ქორეოგრაფიაში თქვენი მონამორჩილი ბატონი ფრიდონი, პროფესორ ლაბერიძე, ბატონი რეზო ჭანიშვილი
და მეორე ტურში ბატონი რეზო ჟიურში არ იმუშავებს გარკვეული მიზეზების გამო, მას სხვა დატვირთვები აქვს კიდე და დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებს, სხვა მიზეზი აბსოლუტურად არაფერი არ არის და ჩვენ დავუმატეთ ერთ-ერთ ქალბატონს ეს სპეციფიკისგან გამომდინარე ეს აუცილებლად იქნება საჭირო. ეს რაც შეეხება ქორეოგრაფიას და რაც შეეხება სხვას დაუშვათ ბატონი ჯემალ ჭკუასელი მუშაობს ბატონი გიორგი ჩვენ თანამშრომლებთან ერთად ყავთ მოწვეული წევრები, რომლებიც იურის წევრები და საშემსრულებლო დონე როგორია გასაკუთრებით რეგიონებში? რეგიონებში რაც შეეხება ქორეოგრაფიას, ესე იგი არის ანსამბლები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ, არის გარკვეული შენიშვნები, არის ხარვეზები და მე მინდა ერთი ვთქვა, რომ ძალიან სახარბიელო მდგომარეობა არ არის ქალაქ თბილისში. მე მახსოვს ადრეული პერიოდები, სადაც უკვე ორგანიზაცია არ იყო დარჩენილი და თავისი ანსამბლები ყავდა და ეს ფოლკლორული ჯგუფები, ცეკვის სიმღერის, აი ამ ხრივ არ არის ქორეოგრაფია მაქვს მიეხლა მხედველობას. დღევანდელი ქორეოგრაფია დგას რამდენიმე უნივერსიტეტის ბაზაზე. თუ არა და არც ერთ ქარხანასთან სად იქნება ქარხნები ჩვენ არ გვაქვს, კულტურის სახლთან სად იქნება, კულტურის სახლები მოშლილია, ტელესისტემები არ არის და აი ხელზე ჩამოთვლით თბილისის მონაწილეებს. 3-4 ანსამბლი იღებს ქორეოგრაფიული მონაწილეობას. ეს უმაღლეს სასწავლებლებთან არსებული სასწავლებელი, დიახ, ნუ თეატრალური დიახ, ეს მიდოდა მეკითხა, საბავშვო ანსამბლები თუ არის კატეგორიებად არ არის ეს დაყოფილი არის. ზომა ეს არის 18 წელი და ეს 18 წელი მინიმუმი ზღვარი, მაგრამ ჩვენ მაინც რომ ძალიან ისეთი შეზღუდვები არ გავაკეთოთ, ვაძლევთ უფრო დაბალ ასაკსაც მონაწილეობის უფლებას. ბავშვებიც შეიძლება იყოს თუ მაგალითად სიუჟეტი ჭირდება და ჭირდება არ უნდა ჭარბობდეს, მაგრამ რაღაც გარკვეული პროცენტი მეტი არ უნდა იყოს. ანუ არიან magalitat ის უხუცესი ხელოვანები ჩართულნი, რომლებიც თქვა უკვე ასაკში არიან და მათი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესოა, აი შვახები, ხულოქე და ამ წინვალეთ მუშაობენ ესენი. მთელი საქართველო მოიარეთ, ხო? მთელი საქართველო მოიარეთ. ყველაზე სასიხარულო ფაქტი ის არის ბატონო უშა ალბათ რომ უამრავი ახალგაზრდული ანსამბლი ვნახეთ ჩვენ და ფაქტიურად სიმღერაშიც, გალობაშიც, სხვა მიმართულების ზეპირსიტყვიერებაშიც უამრავი ახალგაზრდაა ჩართული და გამოხატავენ თავის ინტერესსაც და თავის ნიჩსაც და ეს ძალიან გასახარი ფაქტია რომ ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ფოლკლორით. აი ყველაზე მეტად რომელმა კუთხემ დაგამახსოვრათ თავი რომელი იყო ესეთი გამორჩეული კუთხე თუ შეგიძლიათ თქვა. მე ქორეოგრაფიაში მაგალითად განსაკუთრებით გამოყოფდი აჭარას. მთიან აჭარას განსაკუთრებით და არა მარტო აჭარას, ახლა სვანეთი ძალიან საინტერესო არის აი ამ კუთხით რამდენიმე ეთნოგრაფიული ჯგუფი იღებდა მონაწილეობას და აი ეს ფერხულთან ერთად სიმღერასთან ერთად და ქორეოგრაფია სიმღერა ეს არის რაღაც აი სეკრეტული ხელოვნების რაღაც უნიკალური ნიმუშები, რომელსაც აი პარალელიც კი არ ეძებდება მსოფლიო ფოლკლორის. ბოლოს ნახე ფილარმონიაში, მე დაახლოებით 2 კვირის წინ სვანეთიდან ჩამოსული ანსამბლი, ზუსტად ეს ფერხული და საოცარი სანახაობა იყო. ძალიან კარგები არიან, ძალიან კარგები ეს ანსამბლი რიხო არის, ბატონი კანდიდ მერლანი არის, ერთ-ერთი ხელმძღვანელი ისლამ ფილმთან ერთად, კანდიდი ქორეოგრაფი გახლავთ. სამაგალითოა. გამორჩეულად იყო წარმოდგენილი მართლაც. შენახული აქვს ის ტრადიციები და თითქოს აი ზუსტად გადმოცემენ იმას, რაც ადრე იყო და ჩვენ ყოველ პარასკევს საუბრობთ ხოლმე ქორეოგრაფიის შესახებ, ფოლკლორის შესახებ და ამასაც ხშირად უსვამთ ხალხს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალის გვენიშნა ძალიან, რომ ნებისმიერ შეეძლო მონაწილეობა ფესტივალში. რა თქმა უნდა, თუმცა არის ეს წარმომადგენლიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ არა მარტო ქართული ანსამბლები, არამედ ის უმცირესობები, ეროვნული უმცირესობები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაგალითად შეგვიძლია გავუყოთ ქისტები, აზერბაიჯანელები, სომხები და ასე შემდეგ, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე წარადგინეს თავიანთი კულტურის ნიმუშები და ეს ძალიან მისასალმებელია და სასიხარულო. ბატონ გივის თქვას დავამატებდი, რომ იცით, აი ეს დათვალიერებები ტრადიციული იყო ადრეულ წლებში. შემდეგ ისევ მოხდა აღდგენა, ისევ
გაჩერდა და ახლა წელს არის 2015-ში, ხო 10 წლის შემდეგ. ხო 10 წლის შემდეგ რომ დაიწყო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრ ამაზე მუშაობა, თითქმის აი ჩვენ დაგვჭირდა შეგვეხსენებინა. ყველა საინფორმაციო წყაროებში იყო ეს და ინტერნეტში ეს ყველაფერი იყო, მაგრამ არ აქცევდნენ ყურადღებას, არ ჯეროდათ და მე მგონი რომ შემდეგში უკვე ეს ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და უკვე 3 წელში ერთხელ 5 წელში ერთხელ აუცილებლად გამეორდება და ტრადიციული სახეს მიიღებს და წლევანდელი გეგმა როგორია სამოქმედო გეგმა? წლევანდელ გეგმას რაც შეეხება გვაქვს არაჩვეულებრივი მეორე ტური და ყველა თითოეულ მსმენელს და მოყვარულს ქართული ფოლკლორისა ურჩევთ რომ აუცილებლად დაესწრონ ამ საღამოებში მეორე ტურში შეუძლია ნებისმიერ მსურველს დასწრება რა თქმა უნდა კონცერტები უკვე ღია იქნება შერჩეული არიან ხო ეს მონაწილეები რა თქმა უნდა ყველაფერი არის პირველი კონცერტი 6 აპრილს გაიმართება კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში სადაც კახეთის და ქვემო ქართლის ესე ვთქვათ ანსამბლები და მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას კონცერტში და აქ მართალია ეს ორი კუთხე ჩავთვალეთ, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, კახეთი და ქვემო ქართლი 12 აპრილში და ქართლი გაჯერებულია ემიგრანტები. რეგიონის ტურნე დასრულდა და ახლა უკვე დედაქალაქი მასპინძლობს. დიახ, კახეთს და ქვემო ქართლს დიახ, შემდეგ გორში იქნება 12 აპრილს, შემდეგ ცოტა შესვენება გვექნება, ნუ ამგონის დღესასწაულია და 21 მაისი იმერეთში ქუთაისში გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის რაჭალე ჩხუბისა და ქვემო სვანეთის მონაწილეები, ასევე აჭარის ნაწილი. ესე იგი რეგიონებში გადიხართ, მაინც აღწერეთ. იმიტომ რომ ძალიან რთულია. დასკვნითი ეტაპი რა თქმა უნდა იქნება თბილისში 27-28 მაისს გაიმართება ეს ზეპირსიტყვიერების გარდა დანარჩენი მიმართულებების ფინალი რუსთაველის თეატრში და ზეპირსიტყვიერების საღამო 6 ივნისს გაიმართება რომელიც არაჩვეულებრივი ტრადიციული საღამოა, ისედაც ყოველწლიურად იმართება და ამის ფარგლებში გაერთიანდება ფინალთან ერთად. აი ფინალში გადამსვლელ ანსამბლთა რაოდენობა შერჩეულია თუ ეს ვინც ყველაზე მეტად დაგამახსოვრებს თავს და განსაკუთრებით მოგაწონებს თავს ის აუცილებლად ფინალამდე მეორე ტური არის, სადაც კიდევ ერთხელ მიეცემათ ანსამბლებს შანსი ბატონი უჩა უკეთ მოგვახსენებს ამის შესახებ თუ 27-28 ფაქტობრივად იქნება უკვე შემაჯამებელი გამოსვლები ამათი სადაც გამოვლინდება უკვე მეორე ტურში არ გამოვლინდება გამარჯვებული მეორე ტურის შემდეგ მეორე ტურში გადავა 27-28 არის ესე იგი რუსთაველის თეატრში და ახლა 24 მაისს იქნება მარჯანიშვილის თეატრი თბილისის კოლექტივი თბილისის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას აქ და მეორე ტურის კრიტერიუმები თითქმის იგივეა, თუმცა უფრო მკაცრული იქნება, რა თქმა უნდა. და კონცერტის სახე აქვს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მონაწილეების მხრიდან და ნახოთ როგორ გააკეთებს. ძალიან კარგ ტრადიციაში ჩაეყარა საფუძველი და მე იმედი მაქვს, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში უფრო დიდ მასშტაბებში რა თქმა უნდა, ეს არის უნიშნელოვანესი ფესტივალი და ამან დიდი ბიძგი უნდა მიცეს და წაახალისოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სფეროებში მოღვაწეობს და როდესაც გავეცანი ფესტივალის არსებულ მდგომარეობას, ისტორიას, როგორ დაიწყო და რა მიზანი იყო, ასევე თვალი გადავავლი კომენტარებსაც და ვნახე, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულმა ანსამბლებმა გამოთქვეს გულისხმობა, რომ უნდათ რომ ჩაერთონ. მე იმედი მაქვს, რომ იმხელა მასშტაბები ექნება ამ ფესტივალს ძალიან მალე, რომ გვექნება საშუალებაც იმხელა მხარდაჭერა, გვექნება რომ ჩაერთონ ქართული დიასპორებიც და ერთი დიდი საზეიმო ფესტივალი იყოს. ესეთი ტრადიციული, რომელიც უგვექნება. ნამდვილად. მოკლედ წარმატებები უნდა გისურვოთ, მეც უერთდები იასრულებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მასშტაბები გაიზრდება, უნდა დაგემშვიდობოთ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგზაურობთ. მადლობა ჩვენს მადლობა. 6 აპრილს პირველი კონცერტი გაიმართება. დასწრება თავისუფალია და არის სიმბოლური ფასიღის ბილეთი, რომ ყველა მსურველმა შეძლოს და დაესწროს ჩვენს საღამოს. დიდი მადლობა. მე შევახსენებ ჩვენს სტუმრებს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი ბატონი უჩადვალიშვილი ჩვენი სტუმარი იყო, ასევე ცენტრის რეგიონული პროექტების სამსახურის კოორდინატორი გივი აბესაძე, საუბრობდით საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესახებ. გამშვიდობები, ჩვენ კი ვაგრძელებთ შუადღეს გადაცემის ბოლო ნაწილი გველის წინ, ცოტა ხანში ტრადიციული რუბრიკის. დროებით.